ქვემო მაჩხაანის თეატრი შველას ითხოვს აი ეს ფრაზა გავრცელდა და ეს ფრაზა სასჭირდება ამ ფრაზას მხოლოდ გავრცელება ამას შეიძლება ყურადღება რა თქმა უნდა თავისი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით ინფორმაციისთვის გეტყვით რომ ქვემო მაჩხაანის თეატრში სეზონს ახმეტელის თეატრი გახსნის ხოლო თეატრი მისი უნიკალური შენობით ძალიან საინტერესო ისტორიით არის და ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში უნდა ვისაუბროთ წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს რომელიც ტელეფონის მეშვეობით გვერდება პირდაპირ ეთერში ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენელი ქალბატონი ნანა ბაგალიშვილი ქალბატონო ნანა მოგესალმებით დილანშვიდობის მოგესალმებით მე ასევე თქვენ მაყურებელს და ბედნიერ დღეს გისურვებთ თქვენს და მსმენელს ჩვენც ასევე გისურვებთ ბედნიერ დღეს და გილოცავთ თამარობას და მოდით ვიდრე სეზონის გახსნაზე ვისაუბრებდეთ მოდით ჯერ თუ შეიძლება თეატრის ისტორია რომ მოვყვეთ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს მე-19 საუკუნის დასასრულისკენ აშენ და რამდენადაც ვიცი და ჩვენთვის ძალიან ცნობილ და დასაფასებელ ადამიანს უმუშავია სწორედ ამ თეატრში ხო მართალია მართალია ნამდვილად მე ჩვენ მგონია რომ ქვემო მაჩხაანის თეატრი არის არა მხოლოდ მაჩხაანელებისთვის ესეთი განსაკუთრებული ისტორიული კონტენტის მატარებელი არამედ ქართველებისთვის და საერთოდ ამიერკავკასიისთვის იმიტომ რომ ეს თეატრი აშენდა მე-19 საუკუნეში აშენა ადგილობრივმა ინტელიგენციამ ადგილობრივების დახმარებით და ეს არის პრინციპში ეს მე-19 საუკუნეში მაშინ პირველი პრეცედენტია რომ ადგილობრივებს აეშენებინოთ ესეთი კულტურული კერა. თამაც საკუთარი სახსრებითო მითითებული არის ეს თელი ქიზიყი მონაწილეობდაო. დიახ? კი, ნამდვილადაცია. თელი ქიზიყი იყო ჩართული და საინტერესოა ის რომ ეს ინტელიგენცია კი თავისნობდა, მაგრამ ადგილობრივი გლეხები, თელი ქიზიყი და საერთოდაც ეს კახეთის კულტურული გული იყო ეს მაშინდელი გამოცემები წერენ და ერთი ნიშანდობლივი დეტალია რაც დაგვნიშნავ ხოლმე იყო საქველმოქმედო კონცერტები, თეატრები, როგორც ახლა ჩვენ ვცდილობთ ამ ფორმით აღუდგინოთ თეატრს კულტურული სიცოცხლე და თუ ვინმეს არ ქონდაო ერთი საინტერესო დეტალია ესეთი საშუალება მატერიალური ბილეთის ფული გადაეხადაო ამ მოქმედო წარმოდგენაზე ეს მდიდარი ოჯახებიო თვითონ უხდიდნენ ამათ თანხასა და ეს რაღაცა ეს ნაწილი ისტორიის ჩვენ გვინდა რომ არ დავივიწყოთ და ქალბატონ ნანა აი მე შემიძლია ამონარიდი წავიკითხო ბარემ ამ თემაზე ვსაუბრობთ მაპატიეთ რომ ჩაგეჭერით გაზეთი ივერია თეატრის გახსნის შესახებ წერს რომ აი ფრაზა პირდაპირ ამონარიდს წავიკითხავ 1899 წლის ივლისს წარმოადგინეს ქვემო მაჩხაანის თეატრის ახალ შენობაში ხანუმა ცაგარელისა და ადგილობრივი სცენის მოყვარეთა დახმარებით წარმოადგენს ქიზიყის რჩეული საზოგადოება და დიდძალი ხალხი დაესწრო და ფრჩხილებში იქვე წერია ღარიბნი უფასოდ წარმოდგენიდან შემოვიდა 20 თუმნამდის რომელმაც უნდა გაისტუმროს თეატრისთვის ახლა დაგებული შენობის ვალი მე მინდოდა უბრალოდ ეს თქვენ სიტყვებთან ერთად მე თქვა ბარემ პირდაპირ ეს ციტატა გაზეთი ივერიიდან მაშინდელი გამოშვებიდან ჩვენ ისტორია რეალურად ამ მაჩხაანის თეატრის აღვადგინეთ ესე ძველ გამოცემებში ესეთი ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევა იყო შეიძლება ითქვას დიდი მაგრამ უფრო აი სოფელმა დღემდე ანუ საინტერესო რა არის რომ იმიტომ რომ სოფელმა აშენა ეს თეატრი ხო ეს თავისი რესურსით ანუ ფულადი თუ ფიზიკური დღემდე ეს იმ მე-19 საუკუნიდან დღემდე ეს თეატრი რეალურად არის თანადროული ფორმით შემორჩენილი წარმოგიდგენთ ხის ავეჯია დღემდე კამებია და თითქმის დაუზიანებელია როცა ანუ თუ გადავხედეთ ისტორიას სოფლის კულტურის სახლები 90-იანებში და ცოტა მანამდე რეალურად სულ განადგურდა ხო ჩვენ მოსახლეობამ გამოვიტანეთ იქიდან ჩვენ დავწვით და ჩვენ გამოვიყენეთ გასათბობად კულტურის სახლის ავეჯი აი იმიტომ რომ სოფელმა აშენა იმ დროიდან დღემდე სოფელის რონოს განსაკუთრებულად აი რო ახვიდეთ იქ რო ერთხელ იმედია თქვენი მსმენელით მაჩხაანში ჩამოხვალთ იმიტომ რომ სოფელი არა მხოლოდ ეს მაჩხაანის თეატრია ძალიან საინტერესო თვითონ სოფელსაც საინტერესო ისტორია აქვს და არქიტექტურა მე-19 საუკუნეში იყო საქარავნე გზა და ეს ახლა თუ ამბობთ რა ის სიყვარულის ქალაქი და ყველა სიღმარის მუნიციპალიტეტი სიყვარულის ქალაქი გონია ეს მაშინ იყო ეს კახეთის რაღაც კულტურული კერა აი იქ მაჩხაანის და ყველაზე ესეთი იმ დროისთვის შეძლებული საზოგადოება ცხოვრობდა იქ და დღეს სამწუხაროდ
ყველაზე გაჭირვებულ სოფლად ითვლება ჩვენ მუნიციპალიტეტში სიღნაღში მაჩხანი და სამწუხაროდ აქვს პოტენციალი კულტურული რომ ეს ან სუმცირე კულტურულიც რა თქმა უნდა და ისტორიულიც და ყველანაირი პოტენციალი რა თქმა უნდა ამისათვის. დასასრულისკენ ერთ კითხვას დავსვამ და დავასრულოთ საუბარი. ჩვენ როგორც ვუთხარით ჩვენს მენელს სეზონს ახმეტელის თეატრი გახსნისო. რამდენად მზად არის თეატრი რომ მიიღოს მაყურებელი, მსახიობები, გულისხმობ მდგომარეობას, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმედ არა რამდენადაც ვიცი თეატრის მდგომარეობა. შენობას გულისხმობ, დიახ. შენობას აქვს თავისი სიმძიმეები, ანუ საინტერესოა ის რომ შარშან, როცა ჩვენ ეს ინფორმაციები მოვიძიეთ, რომ ანუ რა ღირებულებისაა თეატრი, ხო, ანუ უნიკალური ბევრი მახასიათებლით, კულტურისა და ძეგლთვისების სააგენტო მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. რაც იდეაში ნიშნავს, რომ ფურცელზე ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ამ ძეგლზე ზრუნვაზე, თუმცა როგორც იცით, ძეგლებს სახელმწიფო ყურადღებას არ და ვერ აქცევს და ანუ ეს პირველადი საჭიროებები რაც აქ ეს დენის გაყვანილობა არ იყო და გავაკეთეთ და ასევე არ იყო ესა მინები და ესეც ჩავსვით და ეს თანხაც ანუ მინდა გითხრათ და ეს მასანუსაც უთხრათ რომ ეს თანხა რაც აი ამ სამუშაოებისთვის გამოვიყენეთ შევაგროვეთ ოქტომბერში საქართველოს სიმფონიეტე ჩამოვიდა საქველმოქმედო კონცერტი გამართეს და დაახლოებით ესე 600 ლარამდე შეგვიგროვდა თანხა და აი ამ თანხას ვიყენებთ რომ ეს რეაბილიტაციას სამუშაოებს მოახმაროთ თუმცა უპირველესი საჭიროება ახლა ამას გარდა არის ასევე სცენას არა განათება სკამები არის კი ბატონო სცენაც ასეთ ვისე ნორმალურ მდგომარეობაშია ჩამოდის პალი მაგრამ შესაძლებელია ფიქრი იმაზე რომ სარემონტო სამუშაოები გავაკეთოთ რამდენადმე ან ჩვენი ძალები დღესაც არის საქველმოქმედო წარმოდგენა ახმეტელის. დიახ, ეს წარმოდგენა, რომელსაც წარმოადგენს და სეზონს გახსნის ახმეტელის თეატრი, სხვათა შორის, როგორც გვიწერია ისტორიაში, თავად სანდრო ახმეტელი თავის პირველ წარმოდგენებს მაჩხანის თეატრში მართავდა. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის კიდევ ერთხელ და მე უბრალოდ ვისურვებდი და თქვენს გისურვებთ და რა თქმა უნდა, მაქვს ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედი, რომ დადგება მალე ის მომენტი, რომ გამოსწორდეს ეს მდგომარეობა, რაზეც სწორედ ახლავს საუბრობდით, დიდი ისტორიის კულტურული ძეგლის უკვე როგორც თქვით, როგორც ოფიციალური სტატუსი აქვს უკვე შენობის და თეატრის შვერიც. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენელს ნანა ბაგალიშვილს.